მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა ის რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემს გაგეცნობით მე ვარ კატო. დღეს მინდა ისეთი გაშლა გავაკეთო, რა გჭირდებათ ახლა ამ ეტაპზე. თქვენ იმისთვის რომ, რა ვიცი, ვიღაცას საქმე აქვს დაწყებული, ვიღაცას უბრალოდ რაღაც ენერგია არ აქვს და დაწყება უნდა რაღაცების, მაგრამ თითქოს მთელი შემშლელი ფაქტორებია, ხო? მაგრამ შეიძლება უბრალოდ შემზადება სჭირდება ყველაფერს. ნახოთ სამყაროს თვალით დანახული ის მდგომარეობა, რაც თქვენთვის არის ეხლა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი, ხო? რა უნდა მიიღოთ, რა ინფორმაცია იქნება, ამას გვეტყვის ჩვენ ეს დასტა. ნახოთ სამყარო რას გვეტყვის. პირველი ვარიანტი რა გჭირდებათ დღესდღეობით და მეორე ვარიანტი რა გჭირდება დღესდღეობით. პირველი იყოს თეთრი ქვა და მეორე იყოს ესეთი გირჩი. ნახოთ რა გჭირდებათ ეხლა ამ ეტაპზე თქვენ იმისთვის რომ რაღაცა აღიდგინეთ ძალები, მიხვიდეთ მიზნამდე, აიხსნათ ოცნებები, ხო? იმედია მოიფიქრეთ პირველი, მეორე ვარიანტი, მე დავიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია. თეთრი ქვა და ნახეთ, ესე იგი, რა გჭირდებათ თქვენ? სრული რწმენა, იმედი. არ უნდა იყოს თქვენი წარსულ მდგომარეობაში რაღაცა განცდები, რაღაცა გაუმართლებელი მდგომარეობა. წინააღმდეგობის გამწევი იმაში, რომ თქვენ მიიღებთ აი ამ შემთხვევაში უკვე წარმატებას. ნახეთ, გაითვალისწინეთ, რომ ის მდგომარეობა, რაც თქვათ წინა, თქვენ გამოცდილებაში არის, ეს არის უბრალოდ გამოცდილება, რომელიც კიდევ უფრო მეტად მოგცემთ იმის ძალას, რომ საბოლოო ჯამში მიაღწიოთ თქვენს შედეგს, ხო? თუ საქმე გაქვთ დაწყებული, რა თქმა უნდა, საქმეს. მაგრამ არის კიდევ ერთი ესეთი მომენტი, როდესაც თქვათ ადამიანს აქვს უბრალოდ ეს ემოციური მდგომარეობა, ხო, ფსიქოლოგიური რაღაცა სიტუაციები, ცოტა დაძაბულობა, ვერ ახერხებს დეპრესიიდან გამოსვლას, ხო? ნახეთ, აქაც იგივე მომენტი არის. აი, უბრალოდ ის რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდა, თქვათ და ხართ ახლა დეპრესიულ მდგომარეობაში, ხო არის ესეთი მომენტი, როდესაც თქვათ პარტნიორს როცა შორდებიან, ყოველთვის არის ხომ დეპრესიული მდგომარეობა, ხო? ამან არ უნდა შეგიშალოთ ხელი იმაში, რომ თქვენ წინ წახვიდეთ. ნახეთ, თუ ეს მოხდა, ესე იგი ის ადამიანი არ იყო თქვენი. ის ადამიანი თუ თქვენი გზები გაიყარა, ესე იგი იმ ადამიანმა ვერ შეგაფასათ, ვერ დაგაფასათ და ვერ შეიგრძნოთ თქვენი მის გვერდზე არსებობის, ესე ვთქვათ, სამყაროს წყალობა. ამიტომ, ნახეთ, ესეთ შემთხვევაში დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს ადამიანი, პირიქით, მადლობა უნდა გადაუხადოთ სამყაროს იმისთვის, რომ ეს ადამიანი თქვენთან აღარ არის, ვთქვათ, წავიდა, გაუშვით და თქვენ უნდა გქონდეთ იმის იმედი, რომ თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად თქვენი ადამიანი შემოვა. თქვენს ცხოვრებაში, ესე იგი, გზა გაანთავისუფლა სამყარომ იმისთვის, რომ ტოქსიკური ურთიერთობა და ვიღაცაზე დამოკიდებული ნერვიული ურთიერთობა კი არ გქონოდათ, არამედ ბედნიერი, მშვიდი, გაწონასწორებული ურთიერთობა. საქმესთან მიმართებაში, ნახეთ, თქვენ თუ საქმე გაქვთ დაწყებული და თქვათ,
ეჭვგეპარებათ, რომ ამას გაართმევთ თავს, გადახედეთ თქვენი გამოცდილებები, წინა საქმიანობებიდან გამომდინარე, ну, ზოგან შეიძლება დაცემა იყო, ზოგან აღმავლობა იყო, ხო? ყველაფრიდან აბსოლუტურად ნახეთ, გამოიტანეთ დასკვნები და ის თქვენი დღევანდელ დღემდე მდგომარეობა აღიქვით, რომ არის გაკვეთილები, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა საგანი, რომელიც ისწავლეთ და გააგრძელეთ ცხოვრება სამყაროს რწმენით, დაჯერებით, საკუთარი ძალების, საკუთარი შესაძლებლობების და მიიღეთ ის ყველაფერი, ანუ გაუხსენით გზა, მიიღოთ ყველაფერი დადებითი მომავალში, ხო? ანუ დღეიდან შემდეგი დღეები. მოკლედ აი ესეთი არის პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი რა სჭირდება? ნახეთ, მეორეს შემთხვევაში შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, როდესაც თავს აიძულებთ რაღაცის გაკეთებას, როდესაც თავს ძალას ატანხოთ, თუნდაც სამსახურში წასვლას. მოდით, იქნება ერთი დღე, როგორღაც გააცდინოთ ის სამსახური. უბრალოდ არ დაატანოთ თავს ძალა იმისთვის, რომ რაღაცა ქნათ. იცით როგორი მომენტია? აი აქ მეორე ვარიანტს გჭირდებათ ცოტა რეალობა შეხედოთ. ნახეთ, შესაძლებლობები, თქვათ, შესაძლებლობა თუ არ გაქვთ, რომ აწიოთ 100 კილო გირი და შეგიძლიათ რომ აწიოთ 50, მოდით ჯერ 50 გააკეთეთ, 50 აწიეთ. ნახეთ როგორი მომენტია. აქ გჭირდებათ არ გადატვირთოთ თქვენი ორგანიზმი, არ გადატვირთოთ თქვენი ტვინი, არ გადატვირთოთ თქვენი ემოციები. თქვათ მაგალითად არის ეს მომენტი, რომ აი უბრალოდ პარტნიორულ ურთიერთობაში რაღაცა დღეს არ გინდათ ნახვათ, ხო, თქვენი პარტნიორი. უბრალოდ მოხდა ისე, რომ დღეს გინდათ უბრალოდ დაისვენოთ, ან უბრალოდ მეგობრებთან გინდათ გასვლა და ნახეთ, გააკეთეთ ის, რაც თქვენ გინდათ, მაგრამ ძალა არ დაატანოთ იმას, რაც არ გინდათ. არ დაატანოთ თავს იმის ძალა, რომ აი მე არ მინდა ხა რომ ვთქვათ, უბრალოდ სახრიდან გავიდე და მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა წავიდე, უნდა ესე გავკეთო. არა, მოდით გადადეთ ის საქმე, განა რა უნდა იყოს ხა ისეთი, რომ ვერ გადაიდოს, ხო? გადადეთ ერთი დღით უბრალოდ. თავს მიეცით სიმშვიდის საშუალება. გინდათ დაძინება, ადრე დაიძინეთ. ვნახოთ, ნახეთ, აქ აუცილებელია და მნიშვნელოვანი არის მეორე ვარიანტი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლის მდგომარეობა გაქვთ, თქვათ, ხო, აი, თქვათ, აი, მოდით ესე, როგორც პირველ ვარიანტზე გავამიხილოთ, აი, პირად ურთიერთობებთან რაღაცა პრობლემები გაქვთ, ხო, არ დააძალოთ თავს, არ მისცეთ, ანუ გინდათ ტირილი იტირეთ, გინდათ სიცილი იცინეთ. ნახეთ, მაქსიმალურად მიეცით თავს იმისი უფლება, რომ აკეთოს ის, რაც უნდა. გინდათ ფილმის ყურება, უყურეთ ფილმს, გინდათ მუსიკის მოსმენა, უსმინეთ მუსიკას. არ არის სავალდებულო და აუცილებელი, რომ თავს ძალა დაატანოთ და რაც არ გინდათ ის აკეთოთ. აი, გინდათ თქვათ, ესე რომ თქვათ, აი, ძალიან დეპრესიულ ფონზე ვარ და მინდა ეხლა რომ მე ეს ყველაფერი შევცვალო და ხვალიდან რაღაცა დავიწყო ახალი ცხოვრება. კი ბატონო, დაიწყეთ. ძალიან კარგია, მაგრამ ძალას ნუ დაატანთ. აი, იქნება ხვალ გადადოთ ზეგისთვის და ხვალ უბრალოდ ორგანიზმი დაასვენოთ. უბრალოდ პატარა ნაბიჯი გააკეთოთ. არა დიდი, რომ აი ხვალ მე всё ყველაფერს შევცვლი და თქვათ სამსახურში გავალ, ამას გავაკეთებ, იმას არა, ყველაფერი ერთად არა, ხო? ანუ რაღაცა ნაწილ-ნაწილ, თითო ნაბიჯი ყოველ დღე. იმისთვის, რომ უფრო მეტ კარგი შედეგი მიიღოთ. საქმესთან მიმართებაშიც ნუ იჩქარებთ, რომ აი მე ერთ თვეში აუცილებლად ეს უნდა გავაკეთო და ეს უნდა იყოს შესრულებული და ამიტომ მე ამას დღე და ღამე უნდა ვაკეთო, არა, გადაიწვევით, ხო? ანუ უბრალოდ აქ გჭირდებათ არ დატვირთოთ, არ დააწვეთ საკუთარ თავს და არ აიძულოთ, იძულებით არ აკეთებინოთ არაფერი მეორე ვარიანტი. იმიტომ რომ ეს გამოიწვევს საბოლოო ჯამში უკუჩვენებას და არა იმას, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ შედეგი დადებითი და თქვენთვის ასიკეთო, ხო? ასე რომ მე გისურვებთ
წარმატებას, ბედნიერებას, გადახედეთ, ვისთვის არის ეს ინფორმაცია. საჭირო ალბათ მივა იმასთან ეს ინფორმაცია და გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ, აკეთეთ ის, რაც თქვენთვის ბედნიერების მომტანია და ყოველთვის გქონდეთ კარგი მომავლის იმედი. დროებით.